მოგესალმებით ყველას მეგობრებო, როგორ ხართ? ესე იგი, მოდი წავიკითხოთ ახლა რა და ვინ არის ილია მეორე, ხო? ყველას გვაინტერესებს, ვინ არის ილია მეორე, და რა უკეთებია საერთოდ თავის ცხოვრების განმავლობაში მისი CV. ესე იგი, ერთ-ერთი ისტორიკოსის თანახმად, გიორგი ასტამაძის თანახმად, ვრცელდება ასეთი სტატუსი და მოდი გავიგოთ ახლა რა ხდება. ილია მეორეს ბიოგრაფია ოდესმე დაიწერება, როდესაც საპატრიარქო ერთი წუთით რაკეთ გამოვწიოთ. საპატრიარქოსა და საბჭოთა არქივებს დადებული ბოქრომები აეხსნება. ის ენეტავ რატომ ალავენ? მანამდე კი უშინაარსო გამიღმა წამიღიღინა ხელი თბილად შემავლოს მიღმა მშრალი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები ილია მეორეს ხანგრძლივ ცხოვრებიდან. Stichwortartig, ანუ ესე რომ ვთქვათ, როგორც გერმანელები ამბობენ, ეს არის რეალობა და არა რაც ფარისევლებისაგან მოედინება. ის Stichwortartig არის, რაც შეიძლება გაგვახსენდეს მასთან დაკავშირებით, ეს ყველას დაგპატიშებთ ახლა ერთი წუთით ყველა. და რაც შეიძლება ვთქვათ, ამოვაგდოთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რა შეიძლება მასზე წავიკითხოთ. ილია მეორეს, ხო? დაიბადა ორჯონიკიძეში, ანუ ვლადიკავკაზი და დაამთავრა რუსულენოვანი სკოლა, ასევე სტალინის დროს. გაათავისუფლეს სამხედრო სავალდებულო სამსახურისაგან, რომ სასულიერო სასწავლებელში შესულიყო. ეხლა ჩაირიცხა ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში, რომელიც იყო საბჭოთა სპეცსამსახურის მიერ გაწვრთნილი სასულიერო კადრების სამჭედლო. ბერად ეკურთხა თბილისის რუსულ ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში. დედიკო, მიდი იქით დაწიკით ხო რა დედიკო? იოანე, იქით რა დედიკო რა მიდი. აქ ხრინავ და ვერ გაიგებს ხარ. მადლობა დედიკო. ესე იგი, რუსის სასულიერო პირის ზინობი მაჟუგას მიერ. ცივი ომის პიკში იყო ეგრეთ წოდებული ვიხადნოი. დადიოდა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვიხადნოი. იყო ჯერ ბათუმის, ხოლო შემდეგ ცხუმ აფხაზეთის ეპისკოპოსი, თუმცა ძირითადად რუსეთში ცხოვრობდა. საქართველოში პატრიარქატი ინიშნება რუსეთის პატრიარქის უშუალო მონაწილეობისა და კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მხარდაჭერით. დანიშნავდა რელიგიურ და საკულტო საქმეებთან მინისტრ თენგიზ ონუფრიშვილს წერილს, სადაც აღნიშნავს, რომ ყველა მისი ქმედება და განცხადება წინასწარ იქნება სამინისტროსთან შეთანხმებული. გაპატრიარქებიდან მალევე აპატიმრებენ მის მთავარ კონკურენტს მიტროპოლიტ გაიოს კერატიშვილს. რაც ამ უკანასკნელის გადასახლებით და განადგურებით მთავრდება. ასევე მძიმედ ასრულებს საქმიანობას ყველა ის სასულიერო პირი, ვინც ილიას წინააღმდეგ მისცა ხმა. 70-იან 80-იან წლებში საეკლესიო საქმეებს დე-ფაქტო განაგებს ილია მეორის ძმა ვიქტორ შიოლაშვილი. იწყება ჰომოსექსუალური და გარყვნილი სასულიერო პირების მასობრივი შედინება და დაწინაურება ეკლესიებში. ამის შემდეგ წერილების ციკლს აქვეყნებს მიტროპოლიტი შიო ავალიშვილი, რომელიც სახელგვარებით ასახელებს ზოგს. ილია მეორე შიო ავალიშვილის განკვეთს ეკლესიიდან. ეკლესიაში მოკალათებული სოდომისტების შესახებ სისტემატურად აქვეყნებს მასალებს, ასევე საქართველოს დისიდენტური მოძრაობა. ილია მეორე ხდება მსოფლიო საეკლესიო საბჭოს პრეზიდენტი, ანუ ეკუმენური გაერთიანების პრეზიდენტი. ერთი წუთით. მონაწილეობს საერთაშორისო საეკლესიო ურთიერთობებში და მუდმივად ამართლებს საბჭოთა რეჟიმს. თითქოს რელიგია საბჭოთა კავშირი
კავშირში არ იდევნება. 80-იან წლებში უპირისპირდება ეროვნულ მოძრაობას და მათ ლიდერებს უწოდებს ექსტრემისტებს. 1989 წლის 9 აპრილს აშკარად საბჭოთა რეჟიმისაგან მიღებული ცნობის შემდეგ მომიტინგებს მოუწოდებს დაიშალონ. რაზეც ხალხი უარს ეუბნება, ილია თავად ტოვებს ტერიტორიას და ხალხს რუს ნიჩბიანებს შეატოვებს. 1990 წელს საქართველოს ეკლესია იღებს ტომოს, ესე იგი, აღიარებას კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსგან. ეროვნული მოძრაობის ლიდერი გამსახურდიასთან დაპირისპირების გამო ილია მეორე არ ესწრება 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებას. არ ესწრება, მეგობრო, არ ესწრება და საერთოდ მაგას არანაირი ვაკაი. 1992 წლის 93 წლებში თბილისის ომის დროს უჭირავს მხედრიონ გვარდიის მხარე. რა გულანთებული საქართველოს მოყვარული არის ილია მეორე. ჩნდება მათ შეკრებებზე და მხარს უჭერს გამსახურდიასთან დამხობას. 1900 დამხობას. იოანე, ჰალო, დედიკო, მიდი რა ხრინავ აქ ძალიან გთხოვ რა იქით წადიქით, ხო, ჩემო ბუსკო. მოვალ მეც, მალე მოვალ, მიდი. აი, ხო არის კარი ღია, მიდი. მიდი. ხო, 90-იან წლებში ქართული ეკლესია გამოდის საერთაშორისო საეკლესიო სტრუქტურებიდან და ხდება შავ-რაზმული ელემენტების წახალისება. დედიკო, გთხოვ, დედიკო, რა, მიდი რა. იქ ყოფნაც და შემდეგ გამოსვლაც მოსკოვიდან წამოსული ინსტრუქციაა. 2003 წელს ნაწილობრივ პოსტფაქტუმ ილია მეორე მხარს უჭერს რევოლუციას, რითაც მოიპოვებს ახალი ხელისუფლების მხარდაჭერას. პარალელურად უსწორდება რეფორმისტულად და პროცლავურად განწყობილ ელემენტებს ეკლესიის შიგნით. 2000-იან წლებშივე ილია მეორე აკეთებს ორ მნიშვნელოვან განცხადებას, რომ ის სტალინის გარდაცვალებისას ცხადედ ტიროდა და ძალიან უყვარდა. ასევე ამბობს, რომ პუტინი ბრძენი პიროვნებაა და მის ხელშეწყობით გაერთიანდება საქართველო. ეს მეგობრებო, ამაში გეთანხმებით, იმიტომ რომ არა მარტო ამაში, იმიტომ რომ ძალიან დიდი პროპაგანდა უკეთდება რუსეთის ეკლესიაში. $2012 წელს ეკლესიას სრული უმრავლესობით მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოყვანაში. მან თმეც მონაწილეობდა მერე რა. 2013 წლის 17 მაისს ეკლესიის ორგანიზებულმა აქციამ დაარბია უმცირესობის დემონსტრაცია, რის შედეგადაც ილია მეორე ცინიკურად ოჯახის სიწმინდის დღე გამოაცხადა 17 მაისი. აქ ახლა ლიბერალისტური შემოვიდა და აქ უკვე ეს არის პროვოკაცია. 2015 წელს თბილისში მოხდა წყალდიდობა, რომლის დროსაც 19 ადამიანი დაიღუპა. ილია მეორემ განაცხადა, რომ ეს იყო ღვთის შურისძიება. ეგ არ ვიცოდი. 2017 წელს ეგრეთ წოდებული ციანიდის საქმე დააკავეს სასულიერო პირი, რაც უკავშირდებოდა შიდა ძალაუფლების ბრძოლას. ეგ მეც ვიცი, იმიტომ რომ გერმანიაში ვიყავი და მაშინ ილია მეორე ჩამოვიდა ნაღლის ბუშტის საოპერაციოდ, თუმცა დააბრალეს ციანიდის მოწამლას. ვითომ მოწამლეს, ვითომ. და საბოლოო ჯამში იტალიელმა ექიმმა გაუკეთა მას ოპერაცია. ილიას ავადმყოფობისა და დაუძრების ფონზე თანამოსახდელი დაინიშნა შიო მუჭირი. სინოდის ხდომაზე მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ილია მეორის ბრალი დასდო და მოთხოვა საკითხის განხილვა. ამას მოყვა მისი ჩამოშორება ეკლესიიდან. აქ თვითონ წავიდა, ეხლა ცაავა თვითონ წავიდა, მაგრამ მაინც ეგრე იყო. 2019 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ აღიარა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, რასაც
საქართველოს ეკლესია დღემდე არ უერთდება. 2022-23 წლებში საქართველოს ეკლესია უერთდება სხვა გადაწყვეტილებებს, რომლებიც კრიტიკოსების შეფასების რუსულ გავლენასთან არის დაკავშირებული. 2021 წელს გავრცელდა სუსის მასალები, სადაც საუბარია ეკლესიაში შესაძლო დანაშაულებზე. შეფასებები ილია მეორის 47 წლიანი მმართველობის შემდეგ ეკლესია კრიტიკოსების შეფასებით წარმოადგენს რუსული ეკლესიის სატელიტურ სტრუქტურას. ეკლესიის იერარქია მათი შეფასებით პრობლემატურია კორუფციისა და კადრების კუთხით. მრევლის რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მათი აზრით ეს ზრდა ხარისხობრივად არ აისახა. ილია მეორის არ დაუტოვებია მნიშვნელოვანი თეოლოგიური ან ისტორიული ნაშრომი. მრევლის რაოდენობა, წერს ისტორიკოსი გიორგი ასტამაძე სოციალურ ქსელში. პირველად მისმის ამ გიორგი ასტამაძის სახელიც და გვარიც და პირველად წავიკითხე ზოგიერთი რაღაცა ილია მეორესზე. გარდა ამისა, მეგობრებო, გეტყვით, ძალიან ბევრი დაფარული საკითხი, რომელზეც უნდა ასრულებდეს ერის მამა ქვეყნის შვილებისთვის არ შეასრულა და კიდევ გეტყვით, რა შეასრულა ისეთი, რაც არ უნდა ხდებოდეს. მაგალითად, როდესაც საეკლესიო პირი, როდესაც ჩვენ საეკლესიო პირზე გვაქვს საუბარი და ევროვიზიაზე ვუშვებთ ჩვენ ისეთ ადამიანს, რომელიც არის ნუცა ბუზალაძე და იქ გადმოყრილი ძუძუებიან ტრაკიანია, აი მას რო კურთხევას მისცემს ილია მეორე, ეგ არის ცოტა არაქრისტიანული ნამდვილად. მეორე ის რომ როდესაც შენ ერის მამა ხარ და აი ამ დროს სადაც სპორტსმენები, სპორტი ახლა აზარტული თამაშია და ვიცით რომ არაქრისტიანულია, აზარტული თამაშები ყველა არაქრისტიანულია. სპორტსმენებს ხელს ასვავ, ანუ კურთხევას აძლევ, განსაკუთრებით კვარაცხელიას, ფეხბურთის ყველაზე დიდი ცოდვა, რომელიც არის ადამიანებში, არის აზარტული თამაშები, არა მხოლოდ ფეხბურთი, არამედ ყველა ის კარტის თამაში და ყველა ის გაჯეტებზე თამაში, რომელიც ახლა დღეს ესე გავრცელებულია. ასევე როგორც მე ვიცი, შიშველის სხეულის დანახება ეს არის ეშმაკისეული და ეს არ არის ქრისტიანული. ასევე ჰოლივუდის მსახიობებისა და ჩვენი ქართული მსახიობების ესე იგი გარკვეულ როლებში მოთამაშე ქალების ხელდასმა არის თუ დალოცვაც, ნუ ეხლა რა ვიცი, ალბათ ქრისტიანული უნდა გავხადოთ, რა პრობლემა არ არის. მე არ მაქვს პრობლემა. ეთყობა ხილვა ქონდა ილია მეორის და გავხადოთ ეგეც. ერესში ჩააგდო სრულიად 70,000 ბავშვი, მათ შორის მეც დებილი ვიყავი და ჩემი შვილი მოვანათლენა იმ დროს ბრმა. მადლობა უფალს, რომ ეხლა არ ვარ ბრმა და ეხლა დამანახა ღმერთმა მისის რეალური სახე, შობს გვიან ვიდრე არასდროს, გარდა ამისა, მაგალითად აი ესეც რა. აი ეს. ილიას თუ კანონიკურად შერაცხავენ წმინდანად, პირველი მილიონერი წმინდანი იქნება, რომელიც 9 მილიონიანი მანქანით დადიოდა. აი ეს. უცხო. მაგალითად, ესეც არა უშავს. ახლა შევცვალოთ რა, ეთყობა ძალიან ძველმოდური არის ის ქრისტე, რასაც ამბობ და ადრე, ანუ ქრისტე ახლა რომელ დროში იყო, კაც 2000 წელი გავიდა მის მერე და ბიჭო, სათხაცა ჩვენს ხოლმე გავიზარდოთ არა? მივყვეთ რა, ახლა ილია მეორე აგერ 59 წელი იმეფა და აგერ ბოლოს კიდევაც 1500 კაცი შეკრიბა მის სამძიმარზე, მაგრამ საქმე იმაშია, რომ
ახალ დროში ცხოვრობდა ის და სკამი, რომელიც საქართველოს საპატრიარქო სკამი არის, ეს არის იესო ქრისტეს სკამი, ილია მეორე საჯდომს მივაკუთვნოთ. ეხლა რა პრობლემაა? ეხლა იესო როდის იყო, ასე პირველ საუკუნეში იყო ის. იმან ისა ვირზე შემოძახა, ჯიპები სად იყო მაშინ. და ისედაც რა, მას რო ქონოდა იმის საშუალება, ხო? იესოს რო ქონოდა იმის საშუალება, მე მგონი კეისარსაც შეუერთდებოდა პილატესაც და მე მგონი ილიასნაირად მოიქცეოდა იესოც. ანუ რას იზავდა, იცი? ეხლა ვეკითხვით. ფულებს გამოძალავდა, ეტყოდა რომ მე თქვენის გამო ვილაპარაკებო, თქვენ გაკეთებთ იმასო, რეკლამასო და მე თქვენ მომეცით ფულიო და მე საუკეთესო ცხენს ვიყიდითო, ესე ეტყოდა რა. ეხლა იესო რო ყოფილიყო ჩვენ საუკუნე, აი ილია მეორეს დროს რო ეცხოვრა. ხო და პრინციპში არც არაფერი არ დაშავდება რომ შევცვალოთ რა რაღაცეები. კაი საქმე გააკეთა ილიამ ეხლა მოძველდა რა ეს იესო კაცო, ვიცით რა დროს იესოა, აგერ ილია ყავს. რა გაგიკვირდეთ ხალხო? რა, არ შეიძლება რომ განოვითარდეთ დროში? აბა ხო, მე მგონი უნდა ვისწავლოთ ჩვენც რა, რაღაცეები ახლა ჩვენ რო ჩავჭით იქ იესო ქრისტეში, ილია მეორემ რაღაც ახალი რაღაცები გვასწავლა და არ გვისწავლია ჩვენ ვეღარ ძველმოდულები ვართ, ეთყობა ძალიან. რა ვიცი ხალხო, რა თვალები ვაქნიოთ აგეთ-იქით. ისე საერთოდაც ხო, აი იესო ქრისტე რომ შევიდა იერუსალიმში, მე მგონი იცი რა ჯობებდა, დიპლომატიურობა ეხმარა. აი მაგალითად ეხლა ერთი მეუფესა აქვს მოყოლილი ჩვენთვის რა, რომ აიათოლოსთან მოვხდითო, ეხლა პატრიარქიო, მეო, იქ ხალხი იყო და ესეო, სუფრაზეო და ეხლა აიათოლომო უთხრაო, რომ აიათოლამ თუ თურქეთის წამყვანმა იმან რომ მოკვდა ეხლა კაცო რა, აიათოლა არ ერქვა, ხო? და უთხრაო რა, აი თქვენ აკურთხეთო სუფრაო და ილია მეორემო ეხლა დიპლომატიას მიმართაო, ორბატონს ხო, ერთად ემსახურეთო, კაცო რა პრობლემაა, ქრისტემ თქვა რომ არ ემსახურეთო, მაგრამ ამან თქვა რომ ორბატონს ერთად ვემსახურეთო და დავუჯეროთ ამას რა. ესე იგი, როგორ გადასახაო ეხლა, მოიფიქრაო ესეო რა, რომ მე მითხრაო, შენ აქ დაჯექიო, ის იქ დაჯდებაო, მე აქ დავჯდებიო და შენ იქ დაჯექიო და ესე გადასახა პირჯვარი შეფარულად რა. ძერსკულად, მოდერნულად, ისა რა ქვია, ფარისევლურად, რა ვიცი, ესე გადასახა შენ იქ დაჯექი, მე იქ დაჯდები, მე იქ და ესე გადასახა. ხო და იმან მიხვდაო და მადლობა მოუხადა მერეო, რომ აიო, მადლობა თორე იქ არავინ არ შეჭამდა საჭმელს. ანუ ვიღაცის შკუით ეს არის დიპლომატიური და მე რო დავფიქრ, ბიჭო. აი წარმოიდგინეთ ქრისტე მაგ მდგომარეობაში რა. ესე შეფარულად ვიღაცას რაღაცას გადაუსახავდა ჯვარს და მე ჯუმად შეჭამდა ათურ. კაი, ხო, ნუ ის ქრისტეა და ეს ილია, კაცო. ეხლა ილია თანამედროვე დროის არის და ის ქრისტე იყო პირველ საუკუნეში და რა დრო გავიდა, ან ვიცით კიდე ქრისტემ რა თქვა და ან არა. ჩვენ ვიცით რომ ის ილია მეორე რაღაცას ამბობს, აგერ იცოცხლა, აგერ ჩვენ დროში და ოცხალი წმინდანია და გამოსაყურე, ნუ ისენი აქვს ხილებში ქონდა 70,000 ბავშვის გარყნა კი ხილვაში დაშვება იყო ეგ. რატო ვერ ვსწავლობთ? არა, პრინციპში ვერ ვსწავლობთ, რა ეს ქრისტე კაცო. უბრალოდ სიტყვაზე აქვთ თორე ვიღრა ვისა შეაინტერესებს ეს შენი ქრისტე რა ვისწავლოთ ჩვენს კიდე რა. რაღაც ვეღარ ვსწავლოთ, ვერ გავიგე, რას ვებრძოლებით. ბიჭო, თუ ქრისტემ თავისთავად ვერ დაიცო, ჩვენ დავიცათ ქრისტე? რა დროს ქრისტეა კაცო, აგერ ილია მეორე. წამოდით, ილია მეორე, მაგარია.
ეხლა უკვე აგერ 40 დღე გავა და აღდგება ილია მეორე. ხო? აი ნახავთ თუ არა. მერე ამაყლდება. ეხლა მეცინება, მაგრამ 40 დღეში ალბათ მართლა აღადგენენ ილია მეორეს და ესეთი ხმები მომივიდა რა, რომ ესო იყო ცვილის თოჯინა, რომელიც ჩაასვენესო იქო და 40 დღეში აღადგენენო რა, ანუ არ მომკვდარაო და გამოიყვანენო, მე რომ ცოცხალე აჰაო, გესმის და არ გამიკვირდება მართლა. მართლა არ გამიკვირდება. და უფრო მეტსაც გეტყვით. ისაც არ გამიკვირდება, მე ის რაღაცა ისეთ მოწყობილობას რომ მოაწყობენ, რომ აი ესე ჰაერში აიტაცონ, ეს ილუსტრაცია მოახდინონ, ეს ილია მეორე ესე ცაში აფრინდა ესე. და ამაღლდა. არ გამიკვირდება ხალხო ეგ. იცით რა თუ არ გამიკვირდება? ისე მაგრად გადებილებ. მე ვერა, მაგრამ ვიზაც ადებილებენ, რომ ყველაფერს იჯერებს და ამასაც დაიჯერებს. ახლა რა პრობლემაა? ის ვერ დაინახა, ის ვერ დაინახა, აგერაც ჩამოვწერე, ის ვერ დაინახა. არაო, ეგო მოგონილიაო და აგერ თვალწინ რომ აუფრენენ ილია მეორეს იქ აერში, კაც მაგასაც დაიჯერებს. აი დარწმუნებული ვარ, რომ დაიჯერებს რა მაგასაც საზოგადოება და სრულიად დიდად პატივცემული შიოც. ხო მაგერ დროში ცხოვრობ და აი საუკეთესო დროში ცხოვრობ, შოუებია, მაგის დედავადირე. ესე შოუებს ვერცერთ დროში ვერ მოიგონებდნენ. მაშ მერე ვინ შეეწინააღმდეგება, ეს გიშია და გადარეული იქნება, მერე ვინ შეეწინააღმდეგება, მოკლავენ ყველას, აჩეხავენ, საგიჟეთში მოამწყრევენ, დაიჭერენ. ნუ რა, ეხა არ გჯერათო იტყვიან, აგერ აფრინდაო და ამაღლდაო ილია მეორე იტყვიან, მაგრამ თქვენ გონი არ იტყვიან. სიყვარლებო. თქვენ ის ვერ დაინახეთ, რომ დიდი შოუ მოგიწყეს, ვითომ საავადმყოფოში შეყვანით და მეორე დღეს გამოყვანით გაფითრებული გვამით, ვითომ როდის იყო გვამს ესე უცბად ეცვლებოდა, ესე უცბად ყდებოდა, ესე უცბად ჩატარდა ოპერაცია და კარგით რა, შვილებო, ღმერთო, შენ მოდი დროს. მოკლედ ერთი სიტყვით დაიწყო უკვე იესო ქრისტესა და ილია მეორის ჯახანი რა, რომ აი იმანაც თქვა იესომ, ილია მეორემ დაიკიდა. მაგრამ საქართველოს მოსახლეობამ აღიარა, იმიტომ რომ იესო ლოცულობდა ილია მეორე, იესო უყვარდა. ფიჭიმწავს ბოლო მაკვირებსო კი უყვარდა, მაგრამ არ უჯერებდა. ხო და იმას კი არ უჯერებდა, მაგრამ ეს გამოცხადებაში ქონდა ეგრე ილია მეორეს. ხო და გამოცხადებაში რო ქონდა, ეს უფრო დამაჯერებელია ვიდრე იესო ქრისტე, რასაც ამბობდა. ფანატიკოსებისა და შიზოფრენებისთვის. ხო და აბა ახლა რა გითხრათ, დღეს მაგალითად ლიფტში მოდიოდი და ჩემი ძმაც იქ იდგა და ეს მეზობელიც და ჩემი შვილიო სასწაულებრივად მოხდა მის საფლავთანო, ილია მეორის საფლავთანო ყვებოდა რა. ხო, აიო, იქო ის მიწა იყო და ერთი მუჭა მიწა იმანაც დააყარა. ეს ამაყი იყო და ამაყად ყვებოდა ესე. ჩემი შვილი როგორ მოხდა? აი ისეთი სასწაული მოხდა, რომ აი რა ვიცი, ერთი მუჭა მიწა იმანაც დააყარა ილიას. რა მოწა ილიას ბიჭო აკლდამაში კი არა ლუსკუმაში ჩადეს და როგორც ჩადეს ისე ამოიღებენ და იტყვიან რომ არ გაიხრწნაო და მერე ამოიყვანენ, მერე სხვა შოუს მოაწყობენ, მერე იქ რაღაცას აგიყვანენ მთაზე, ანახავ მაგასაც თუ არ შეასრულონ რა, მთაზე აგიყვანენ და მერე იქიდან ააფრენენ ილიას. და ხალხიც იესო ქრისტე მოვიდაო და ეს ერთ ამბავში იქნება და მართლა არ გამიკვირდება, თქვენ მართლა დაიჯერებთ ესეთ შოუებს. ხო და რა პრობლემაა? არც იქ არ არის პრობლემა. ვისთვის რა პრობლემა უნდა იყოს რა? ჩემთვის? მე არ დავიჯერებ, მაგრამ თქვენ დაიჯერებთ. ხო, კაი. მეგობრებო, ეს იყო და ეს, თუ ვინმეს რამე ილიაზე კიდე გააქვთ ინფორმაცია, მომაწოდეთ რა.
ვინც იყო და რაც იყო რა. მაგას მაინც არ დაიჯერებენ ის ბრმა და ყრუ მოდგმა, მაგრამ ჩვენ ვინც დაიჯერებს, ის დაიჯერებს რა. ანუ ვისაც სურს რომ გაიგოს ვინ იყო რეალურად ილია, ის მართლა მოძებნის და ნახავს რომ მართლა რეალურად რუსეთის კაცი იყო. ჯერ კიდეც საქართველოს ტერიტორიაზე არც იყო დაბადებული. ხო და ასე რომ რა ვიცი რა. მოიცა აქ თქვენ იმებს ხო არ წერთ კომენტარებს? არა, კომენტარები არ ჩანს. მაშ ესეთი სასწაულებრივი დრო დაგვიდგა მეგობრებო ჩვენ. ძალიან სასწაულებრივი. მაგრამ გველოდება დიდი შოუ, მალე გაკვირდებით, როგორ შეძლო თამარმა დაძლია საკვირველი. აი მაგას აუცილებლად მოესწრებით რა. მცდელობები იქნება, კრავს ცოტა აქვს ძალა, მაგრამ მაინც იმარჯვებს. აგერ ძალა დიდი აქვს ილიას. კრავს ცოტა აქვს ძალა. მაგრამ მაინც იმარჯვებს. ხო? და როგორც ყოველთვის დაგიგვირგვინებთ ახლა მე თქვენ ერთი რაღაცით. ერთი რაღაცა არის სიმღერა მეგობრებო, რომელიც ამბობს თუ ვის ვაგინე მე. ხო, და რატომ ვაგინე? გაინტერესებთ? თუ გაინტერესებთ, დარჩით სიმღერა საუკეთესო. ტექსტი ჩემია. Severis. Quanto tamash, let's tamash. Dagagi quirquerat, chemi tamash. Danza potremul tamash, parcertis galsa. Queni tamashis. Quanto tamash, politikos seps, mecnierებს, fanatikos seps. Teolog mameps, urlebs, namglebis, mreos, uicekimebs da biznesmenebs. Ეკველა თქვენი თამაში წანი არ დაგიმალა მაგრად მომწმინდა სულ სხვა თამაში დამოვიგონე თამარდებობის როლი მომინდა ეს საჭაიკო კი არ გითხარი არასრულებით საღას ვაჭღერე მიჯობს სამარდე დოფლის როლში ვიდრე იავე მართავდეს ძაფე დამოვიგონება დასერხამეს დაგიგულიცებ ზისნულის ამბეს ამირას გუდიდან ბორკილებს მოვსმი მატრიცას ავსი მატრიარქამდე ამორგენი მინის დაგარგულენას გართულენას შვენს აღარას ანი დაგოეც გამოვიძიებ ქრისტეს მსგავსად ხარდა დაღვადგე ექიმებს ვეთქუი მედეას თამლებს უბრალდას ფილეს ერთობ დავანგრევ ვასწავლი თამლის შემცველ ბალახებს ავან ფოფობებს სრულ ავალაგები უბრამდენას ჩამოვთვლილი რამდენ ახალ ამბებს ხალს რუსთავიდან ჩამოგიტანდით არ შეგასმევდით და შეგუსმევდით რამდენი აზრი მინდა რომ გითხრა დაბუდა მეცხა შუა გამეასწავები დავწე ალაპარაკში ეს თამაში შემომაზრდა მოკლედ ეხლა ვეძებ
ვეძებ იმას, რასაც ვერ პოულობდა. არა, ეს არ არის. ეს არ არის. ეს არ არის, გალებო, კაცებო, რატომ მიკეთებს სათაურებს? სათაურებს არ წერს. არც ეგარ არის. არც ეგარ არის. პაკაილია, ვნახეთ გუშინ. არც ეგარ არის, არც ეგარ არის. სად არის? არ უნდა? არ უნდა. კაი, გამოჩენა არ უნდა მეგობრებო მაგ სიმღერას. იმიტომ რომ ვერ ვიპოვე ახლა. ავყევი, ჩავყევი და ვერ ვიპოვე. არ უნდა გამოჩენა, ნუ უნდა. ქუმიშ, რატო არ არის? აღდიქი ლაზარე, ტარიელის ცხენი, ბოლოს და ბოლოს არა, ალის გუთე, ეს რა არის, არც ეს, ქართველების არც ეს, დილა, არა, ყველა მისი პორტალი აქვს, ესეც არა, აი ეს ორიგანი, არა, ეს ქარია, რატომ ის ქარი? ვა, საწავიდა, წაიშალა ის სიმღერა. ვერ ვიპოვე. არ უნდა წაშლილიყო. აღდიქი იბერია, შენ პატარა ძალი რომ ხარ, აი ეს რა არის, აბა? ამ გარსიკეთ ჩაკეტილა თამარ მეფის საკვდამა დოლიტე ადევს 4 ცალი ერთი უკვე გამდღარა ამ ქვიტებს როცა გახსნი შეხვალ ტაძრის ეზოში ეგ დახვდება შიდა კარი ესიც ჩაჩვით შეგრული დოქლომები მასაცადებს შაურაზავს სამარას და საღების უფლობელიკი ვიჩარაძე გახლა ფანტაზიაში ჩასასვლელი ხოლოდ გაცდაიცია ვინაც არის განდობილი ამარს დაუფიცია აქ დამტოვეთ ვიდრე ავგეგე დავახილო თვალები მიცით ავარ გარს მოცული აფში დავევანები ჩამოხვალ ჩამობრძანდი ჩამოივლი მიწას მელაფეხი არ დაგისხოდეს ჰიბებზე ფთხილად ილოდი არ დაგორდეს ვღარად მიდეგვერце ხუთახს მოხვალ თეх შემოდგა იმსაგლდამის ველზე აი აქ რატო შემიკვეცა ეს ნოხმეა, აი აქ რატო შემიკვეცა საერთოდ ამან ეს ტექსტი ვერ გავიგე. რა უნდოდა ამას? შენ ბიჭო ხარ გაიტეკე შუნო, ეთყობა არ უნდა და ინფორმაციის გავრცელება ხედავ. აქ დეტალურად მაქვს ახსნილი თუ როგორ არის ჩასასვლელი თამარ მეფის აკლდამაში და
ანუ სავარაუდოდ ეს არის ის თემა, რომელსაც ვეხები, ანუ გასაიდუმლოებული თემები, რომელიც არ შეიძლება რომ სოციალურ სფეროში ტრიალებდეს, ვიღაცის თავში ესე წარმოიქმნა რა. ხო და ბიჭო, არ ვიცი, ვის დაუჭეროთ, ილიას თუ ქრისტეს, აბა თქვენ რა სიტყვით? რატო დაიკარგა ის რომ ვაგინე ყველას? ვაგინე, ესე ქვია სიმღერას და რატო დაიკარგა ვერ გავიგე. თქვენ ხომ არ იცით? აღდეკ იბერია, კალიდონი, სულიწმინდის ერთგული უნიონის დედოფალო. ეს რა არის? ეს რა არის? ხო, არა, მიგიც არა. არც ეგ არ არის. ეს არის? არც ეგ არ არის. ვახ, სასწაული თუ გინდა ნახო, აი ესე უცბად გაქრავს სიმღერა. ყველა სიმღერაა იმის გარდა. აი ესეთი რამე მართლა უცნაურია. აბა ქსელში მოვწებნოთ ვაგინე. ინთამასუნო ვაგინე. კი არის. კეძინებათ ალბათ ხო ყველას? ვინა ილია ქრისტე იყო არის და იქნებაო სოფია, ხო? ხო, სოფ, მეც ეგრე ვფიქრობ, თუმცა თანამედროვეობა ამას აღარ იღებს. ქრისტე უკვე დაავიწყდათ, ანუ ქრისტეზე ლოცულობდა 24 საათიო და რა ვიცი, მე 24 საათი ის კაცი რას აკეთებდა, კაცო, იქნებ სხვა საქმეებს აკეთებდა 24 საათი ქრისტეზე ლოცულობდა და აი მართლა ფიცი წავს ბოლო მოკვირვებს. აი უბრალოდ ახლა რომ დაუკვირდეთ რა მაგის თანხების პატრონი რომ აი პირადად ახლა მაგისი რო ყოფილიყო სიტყვის თავისუფლება, ხო? უკაცრავად. ესე იგი მაგისი რო ყოფილიყო სიტყვის თავისუფლება და მაგას რაც უნდა და ის რომ ყოფილიყო და მოხდენილიყო მაგალითად რას გააკეთებდა ახლა 59 წელი ხალხო, ანუ ძალიან ბევრია 59 წელი რა, ნახევარი საუკუნეა. ნახევარ საუკუნეში ამ კაცმა ის მოასწრო მარტო რომ ჯერ ახალგაზრდები მოგვიკლა და მერე გვამები შემოგვიტანა ჩვენ საზღვარზე. რა, აი ეგ მოასწრო, ოსეთის დაკარგვა მოასწრო. აფხაზეთი ვერ შემოიერთა, დავკარგეთ მაგის დროს.
საქართველოში მიწები გაყიდულია ებრაელებზე და ირანელებზე და ინდოელებზე და ვიღაზია არა. აი რა ვიცი რა, აი ძალიან ბევრი რაღაც ცუდის ჩამოთვლა შეიძლება ხო, კარგი მაგას რა უკეთებია, მე არ ვიცი საერთოდ. არაფერი არ უკეთებია მაგარ კაცს კარგი. მაგრამ კაცობრიობას გონია რომ აი რახან მესამე ბავშვის ნაცვლობა დაუშვა საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა გაუმჯობესდა. ხო, ესე გონია, რომ მაგან გადაარჩინა საქართველოს გადაშენებას. აი, იყოს ეგრე. აქ თუ ვერ გაიგებთ, იქ ხო გაიგებთ, კაცო, იქ რო წარსდგებით ღვთის წინაშე, იქ ყველაფერს გაიგებთ და რატო ვინერვიულო, მე არ ნერვიულობ რა. გინდა ვიყვირო, გინდა არ ვიყვირო, მაინც ვერაფერს ვერ გავახერხებ. თქვენ გონიათ რამის გავახერხებ ხა, ჩემი ყვირილით. თავისი წვიმს მეძინება უკვე. მაგრამ იმდენი ინფორმაცია, იმდენი რომ რა ვიცი რა, აი დღეს მქონა კიდე ესეთი საუბარი რა, რომ არ ვიცითო ეხლა, იქნება მოინანია ახლა ნახე, ეგ ადამიანი იჯდა პედოფილიაზე იყო, ციხეში იჯდა, იცით თქვენ, ილია მეორე. პედოფილიაზე იჯდა ციხეში, სანამ საერთოდ პატრიარქი გახდებოდა. ხო და ერთთან მომიხდა რა შელაპარაკება დღეს რომ მე თქვი ახლა ეგრე რო იყო მე თქვი რა იციო იქნებ მოინანიაო მერეო რა საერთოდ პედოფილია არის ერთადერთი დაავადება რომელიც არ იკურნება იცით თქვენ ხო ეხ ფილიები და მანიები არ იკურნებიან. აი იგივენაირად კლეპტომანია, პედოფილია, მანია და ფილია არ იკურნება. ეს სამწუხაროდ მართლა ესია, არ იკურნებიან ეგენი. უბრალოდ შეიძლება რაღაცა დონით შეამციროს ადამიანმა ამის პრაქტიცირება რა, პრაქტიკაში გამოყენება, მაგრამ გაკურნებით არ იკურნება. შეფარულად გადააშენა საქართველო, არც მოუწყვილები ვართ სატანასო, ხო? შეფარულად კი, ყველაფერი გააზრებულად, ეშმაკურად მოხდა. წავედით ახლა მეგობრებო, წავედით, დავიძინოთ რა. კარგად იყავით და მეც კარგად ვიყო. რაც იქნება, იქნება რა. თუ დაშტერებაა, ბოლომდე დავშტერდეთ და ეგ იქნება რა. აბაი.